მოგესალმებით, უყურებთ ახალმბებს პირველზე, მე ქეთი მამრიგიშვილი ვარ. ოპოზიციის ლობისტი ევროდეპუტატის აღიარება რასა იუკნევიჩიანემ უკვე ღიად განაცხადა, რომ 2022 წლამდე ევროკავშირის გაფართოებას არ განიხილავდა და ამის პოლიტიკური ნება მხოლოდ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაჩნდა. ამ განცხადებით ევროდეპუტატმა დაადასტურა ის, რის შესახებაც ქართული ოცნება 2022 წლიდან საუბრობდა. სახელმწიფო გუნდის სვამს კითხვას, რა კავშირშია ომი მშვიდობისთვის შექმნილ გაერთიანებაში გაწევრიანებასთან. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკის ვალდებულებებს ასრულებდა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად რეფორმებს ატარებდა. აქედან გამომდინარე, მართლ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის წევრობა რეალურად კონკრეტული ქვეყნების წინააღმდეგ ზეწოლის ინსტრუმენტად სჭირდებოდათ. სამწუხაროდ ახლა საქართველო ვერ ახერხებს გამოიყენოს მომენტი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა. 2022 წლის ფართო მასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. არავინ არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა უკრაინელების გამო, მათი გმირული ბრძოლის გამო, ევროპული ცხოვრების წესისთვის ეს ფანჯარა გაიღო მოლდოვასთვის, საქართველოსთვის და ასევე დასავლეთ ბალკანეთისთვის. ეს არის, მე ვიტყოდი, ქართული ოცნების ყველაზე დიდი დანაშაული. ისინი არამხოლოდ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. თუ ქართველი ხალხი დანებდება, ევროკავშირში არავინ გააკეთებს მათ საქმეს ქართველების ნაცვლად. ეს უნდა გესმოდეთ. დღეს ჩვენ ვიგებთ, რომ თურმე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანი არის არა დემოკრატიული პრინციპები და სტანდარტი, არამედ ომი და ქვეყნის ომში განადგურება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მიუღებელი და ფაქტობრივად წარმოადგენს სწორედ ომის ტირაჟირებასა და პროპაგანდას, რაც მიუღებელი არის ნებისმიერი ადამიანისთვის. უბრალოდ ესეთი განცხადებებით კიდევ ერთხელ იგებს ჩვენი საზოგადოება იმ სიმართლეს, რასაც ჩვენ არაერთხელ საუბრობდით საზოგადოების წინაშე, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში არიან ის რადიკალური ჯგუფები და ევრობიუროკრატები, რომლებმაც უყალათ ეს ევროპულ ღირებულებებს, რაც არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ მომავალში იმედი მოქს რომ გამოსწორდება. ესე იგი, რა თქვა, რომ 2022-მდე, სადაც აქ ჩვენ რო რეფორმებს ვატარებდით ევროკავშირის მიმართულებით, აქ რო ჩამოდიოდნენ, მადლობებს გვიხდიდნენ ერთ-ერთი ლიდერები რო ვიყავით, თურმე აღმოჩნდა, რომ ესო ბლეფი იყო. არც არავინ გეგმავდითო აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით გაფართოებას. ესო 2022-შიო, რო დავინახეთო, რომ იქო უკრაინამ ომი დაიწყო და რაღაცა, ვინც ომობსო, იმას ესე იგი დავასაჩუქრებთო. თავარი სკანდალური განცხადება რა იყო, რომ 2022-მდე თურმე არავინ განიხილავდა. სერიოზულად არც არავინ ფიქრობდა ევროკავშირში საქართველოს, მოლდავეთის და უკრაინის გაწევრიანებას და ჩვენ აქ ვამუშავებდნენ. ამიტომ მე მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები უნდა დაისვას ევროკავშირის ხელმძღვანელობის მიმართ. 2022 წლის შემდეგ, რაც უკრაინა რუსეთს შორის ომი დაიწყო, თავიდან ბოლომდე ის პოლიტიკა, რა ეროვნული პოლიტიკაც საქართველომ გაატარა, ის რომ არ მივერთით სანქციებს ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში და არ მოვახდინეთ ესე ვთქვათ ეკონომიკური ბლოკადა ჩვენი ქვეყნის და ზოგადად პირდაპირ მნიშვნელობით როგორც მოგვიწოდებდნენ, რომ ომში ჩართულიყავი და არ ჩავერთეთ ომში, ზუსტად ეს არის მათი გამოხმაურება, წლებია ჩვენი ეზგმის და ზუსტად ეს არის სამაგიეროს გადახდა, რასაც აკეთებს დღევანდელი ბრიუსელი. ევროპარლამენტი დღეს რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს უყრის კენჭს. ანგარიშის ავტორი სამი წამყვანი ქართული ტელეკომპანიის პოსტივის, იმედისა და რუსთავიორის დასანქცირებას ითხოვს. პარალელურად კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე ნაცმოძრაობის მოკავშირე ევროპარლამენტარების ჯგუფმა, მათ შორის ქშიშტოფ ბრეიზამ და მარკეტა გრეგოროვმა შეხვედრა გამართეს TV1-სა და ფორმულას წარმომადგენლებთან. რასა იუკნევიჩიანეს რეზოლუცია და ჩანიშნული კენჭისყრა თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მორიგ მცდელობად ფასდება სახელმწიფო გუნდში. ქართულ ოცნებაში აღნიშნავენ, რომ პროცესი არაფორმალური ძალების მიერ იმართება და ევრობიუროკრატიის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს. რასა კომუნისტკაც მიერ შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ უნდა იმსჯელო. ქალი არსებობს იმისთვის, ქალბატონი, რომ აშაოს საქართველო, ქართველი ხალხი. მე მგონი ამისთვის მისცეს ეს მანდატი. რამე ღირებული ერთი შეისწავლეთ, აბა, რა ისა კომუნისტკაც და რატო ეძახეთ ხო იცი კომუნისტკაც? პერესტროიკის დროს გორბაჩოვთან თანამშრომლობდა, რომ უკეთეს საბჭოთა კავშირი გაეხადათ. აი ეს ქალი ჩვენ მორალს გვიკითხავს და დემოკრატიაზე შემდეგ რაღაც ნოტაციებს კითხულობს. აი ესეთი უსამართლო
ევროკავშირთან გვაქვს ჩვენ საქმე. გებელსისეული მაგალითები კარგად არის გამოყენებული სამწუხაროდ ევროკავშირში და მის არარჩეულ ბიუროკრატიაში. პროპაგანდის მთავარი წესია, რომ არც უნდა არსებობდეს რაღაც კვლევა, რომელსაც შემდეგ გააზიარებს ან საფუძვლად მოიხმობს არაერთი პირი. ზუსტად იგივე იყო კამიტის ორდღიან სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიფუშა და აბსოლუტური სიცრუე რომ არის დადასტურდა არაერთხელ. ზუსტად იგივე ამ ანგარიში მოყვანილი სხვადასხვა საკითხებიც, რომელიც მიზანი მთავარია, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაიხსოს ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ზუსტად დემოკრატიული უკუსლვა და თავდასხმა დემოკრატიის მთავარ საფუძველზე, რომელსაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია. ევროპარლამენტის რეზოლუციები ტრადიციულად დაცლილი ყოველგვარი ობიექტურობისგან დამყარებული ტყუილ ნარატივზე არ არის სიახლე ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ დღენიადად გვაკვირდებით მცდელობას თავდასხმისა ჩვენს ქვეყანაზე ევროპარლამენტიდან იმ ოდიოზური ავტორებისგან, რომლებიც გამორჩევიან სააკაშვილთან მეგობრობით და საქართველოსთან სამწუხაროდ არანაირი მეგობრული კავშირი არ გააჩნიათ. კვლავ მცდელობა თავისუფალ მედიაზე თავდასხმის, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს არის ხელწერა ევროპარლამენტის ცალკეული დეპუტატებისა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი არც არსებითი, არც ელემენტარული მნიშვნელობა ქართული საზოგადოებისთვის არ გააჩნია. ერთიან ნეიტრალურ საქართველოში ევროკომისარ მარტაკოსის განცხადებას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალი წევრები შეზღუდული უფლებით ისარგებლებენ, მათ შორის არ ექნებათ ვეტოს უფლება. პარტიაში ამბობენ, რომ მოსაუბრებელი ცვლილებები ახალი წევრების სუვერენიტეტს შეზღუდავს და განსხვავებული აზრის განეიტრალებასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების დამორჩილებაზე ორიენტირებული. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ოპოზიციური პარტია დებატების გამართვის მოთხოვნას აყენებს. ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტაკოსმა, რომლის წარსულ საქმიანობასა და იუგოსლავის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით ფაქტებზე დაფუძნებული არაერთი შეკითხვა არსებობს, განაცხადა, რომ განიხილება იდეა, რომლის თანახმადაც ევროკავშირის მომავალ წევრებს მოქმედი წევრების მსგავსი ხმის უფლება არ ექნებათ. გამოდის, თუკი დავუშვებთ, რომ საქართველო ოდესმე აღნიშნული ორგანიზაციის წევრი გახდება, ჩვენს ქვეყანას, ისევე როგორც სხვა ახალ წევრებს, ფაქტობრივად არ ექნებათ ხმის უფლება, თუმცა ექნებათ ისეთივე ვალდებულებები, როგორიც იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები უკვე არიან. ვისაც ოდნავ მაინც აქვს წარმოდგენა, თუ რა ფორმალური წესები არსებობს ევროკავშირში და ორგანიზაციას, რა სახის ბერკეტები გააჩნია წევრ სახელმწიფოებზე გავლენის მოსახდენად, ყველამ კარგად იცის, რომ მარტაკოსის გაჟღერებული იდეის მიღმა დიდი საფრთხე იმალება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე ფაქტობრივად შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება საქართველოს გარეშე მიიღოს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხედავთ, როგორ ებრძვის ევროპული ბიუროკრატია განსხვავებულ შეხედულებებს, თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად საბოლოოდ გადაწყვიტეს ჩაახშონ ნებისმიერი თავისუფალი აზრი, რომელიც მათ ხედვებს ეწინააღმდეგება. თანაც ამის გაკეთებას ყველაზე უხეში ფორმით ფიქრობენ და იმ ორგანიზაციაში წევრობისთვის, რომელიც მრავალფეროვნებისა და თანაბარ უფლებიანობის იდეას დაეფუძნა, ქვეყნებს საკუთარი ხმის უფლების დათმობასა და უსიტყვო მორჩილებაზე თანხმობას თავაზობენ. ჩვენ საჯაროდ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ილუზია და სხვადასხვა ერების ფუჭი იმედების ჩასახვაა მოლოდინის შექმნა, თითქოს ევრობიუროკრატები ევროკავშირში კიდევ რომელიმე ქვეყანას მიიღებენ. თუმცა ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და სავარაუდო ახალი წევრებისთვის სეგრეგაციის პრინციპით ჩანასახშივე მონურ როლს განიხილავენ. პარალელურად საზოგადოების წინაშე ისეთ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს ეს საჩუქარია და მთელი რიგი ქვეყნები ამ წყალობისთვის მადლიერები უნდა დარჩნენ. ევროპელი ბიუროკრატები ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ თანამედროვე ევროკავშირი საბჭოთა კავშირზე შორს მიდის და თანასწორობის პრინციპს ფორმალურად ფურცელზეც კი აღარ იცავს. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ევროკავშირი გადაიქცა გაერთიანებად, რომლის წიაღშიც ბრიუსელიდან მომავალი შეხედულებისგან განსხვავებული ნებისმიერი აზრი დაისჭება და უხეშად ჩაეხშობა. განვლილი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე მეტად სწორედ ქართულმა სახელმწიფომ გამოსცადა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატია, რაზეა წამსვლელი კონკრეტული სახელმწიფოსგან მონური მორჩილების მისაღებად. რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და
საკუთარი ეკონომიკის ჩამონგრევის, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მეორე ფრონტის გახსნისა და კონფლიქტში საქართველოს ჩართვის მოთხოვნებზე უარის საპასუხოდ კარეძალების მორჩილი ადგილობრივი რადიკალების მხრიდან დაგეგმილი რევოლუციების დაფინანსება და წახალისება. საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მთელი რიგი გადაწყვეტილებების იძულების მცდელობები, გამუდმებული შანტაჟი, სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და კონკრეტული ინსტიტუციების წარმომადგენლების წინააღმდეგ უსამართლოდ ამოქმედებული სადამსჯელო ღონისძიებები და დაწესებული სანქციები ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა. დღეს უკვე ნათელია, რომ ეს ყველაფერი ბრიუსელიდან წამოსული დირექტივების უსიტყვოდ შესრულებაზე უარის თქმამ გამოიწვია. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო არა წევრი, არამედ მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. საბოლოოდ, მივიღეთ მოცემულობა, რომ ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც მთელ რიგერებს წლების განმავლობაში აღთქმულ მიწამდე მიახლოებისა და ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანების შესაძლებლობის ქონის ილუზიაში აცხოვრებდნენ, ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავლენ, თუ კი ისინი მათ წესებს დაემორჩილებიან და ამავდროულად უარს იტყვიან იმ უფლებებზე, რომელიც დღესდღეობით ორგანიზაციაში გაერთიანებულ სახელმწიფოებს გააჩნიათ. ეს კი ლამაზად შეფუთული მონობაა და სხვა არაფერი. მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს Deep State-ის დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ. თუმცა, ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია იდეოლოგიური თვალსაზრისით, კონკრეტული ქვეყნების შიგნით ხელისუფლებები ერთი რიგითი ინდივიდისგან რა სახის ქცევას მოითხოვენ და მათთვის მიუღებელი ქმედების შემთხვევაში რა სადამსჯელო ღონისძიებები არსებობს. გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინში პოლიციამ მოქალაქეს ეროვნული დროშის საჯარო დაფრიალება აუკრძალა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მსგავსი ქმედება იმ ადამიანების უფლებებს ლახავს, რომლებიც გერმანიასთან არ არიან ასოცირებული. ამ ამბავში კი ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ გერმანიის დროშის ფრიალს, რაც წესით თითოეული გერმანიისთვის სიამაყის გამომწვევი უნდა იყოს, გერმანელი პოლიციელი კრძალავს სხვების უფლებებზე ზრუნვის მოტივით, მაშინ, როდესაც აბსურდია იმის მტკიცება, რომ საკუთარ ქვეყანაში ეროვნული დროშის ფრიალი შეიძლება ვინმეს უფლებებს არ ღვევდეს. სამწუხაროდ, ფსევდოლიბერალური ღირებულებების ევროპულ საზოგადოებაში დანერგვით, საგანმანათლებლო სისტემაში შეღწევით, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და ხელისუფლებების სრული კონტროლით Deep State-მა ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ევროპული სახელმწიფოები იქამდე მიიყვანა, რომ პოლიციელები საჯარო სივრცეში ეროვნული დროშის დემონსტრირებას კრძალავენ. თუმცა, ეს ყველაფერი გუშინ ნამდვილად არ დაწყებულა. ეს წლების წინ დასახული გეგმის აღსრულების პროცესში ბოლო ეტაპია და მიზნად ევროპული სახელმწიფოების ტრადიციული და ეროვნული ღირებულებებისგან სრულად დაცლას ისახავს. უკვე დიდი ხანია, რაც Deep State-მა ევროკავშირის ხელმძღვანელობის და კონკრეტული ეროვნული ხელისუფლებების ხელით ევროპული ქვეყნები აიძულა, რომ მიგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკა უკიდურესად შეერბილებინათ და მილიონობით არალეგალი მიგრანტი საკუთარ ქვეყნებში მიეღოთ. 13 ივნისიდან ევროკავშირში ოფიციალურად ამოქმედდა მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტი, რომელიც მიგრანტების სავალდებულო განაწილების მექანიზმსაც მოიცავს და წევრ სახელმწიფოებს ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობის მიგრანტის მიღებას ავალდებულებს. ეს რიცხვი კი კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობისა და მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით ითვლება. ახლად ამოქმედებული პაქტის წესების თანახმად, თუ კი ქვეყანა მიგრანტების მიღებაზე უარს იტყვის, თითოეულ იმ პირზე, რომელიც თავშესაფარს ვერ მიიღებს, 20,000 ევროს გადახდა მოუწევს. აღნიშნული თანხა კი სპეციალურ ევროპულ ფონდში მოიყრის თავს. ცალკე საკითხია მიგრანტების მიღების შემდეგ ამ ქვეყნებში რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები. უარესდება თუ არა მაგალითად სოციალურ-ეკონომიკური თუ კრიმინოგენური მდგომარეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევროკავშირის ხელმძღვანელობა სახელმწიფოებს მიგრანტების მიღებას აიძულებს, ხოლო მას შემდეგ რაც ისინი კონკრეტული ქვეყნების ტერიტორიაზე დამკვიდრდებიან მულტიკულტურიზმის ერთი შეხედვით კეთილშობილური პრინციპის დაცვის მოტივით, მასპინძელი ქვეყნის შვილებს საკუთარი სამშობლოსადმი პატივისცემისა და სიყვარულის საჯაროდ გამოვლენის მცდელობებს უკვე სტუმარი და შეფარებული ადამიანების შეურაცხყოფაში უთვლიან, რაც სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტის ბოლომდე შელახვა. ყველანაირი ჭეშმარიტი ევროპული ღირებულების უხეში ფეხქვეშ გათელვაა და სხვა არაფერი. მსგავსი რეალობა სწორედ Deep State-ის გავლენამ და ევროპელი ბიუროკრატების ქმედებებმა განაპირობა და
კარგად უნდა ვიასრებდეთ, რომ დღევანდელი ევროკავშირისგან სწრაფვა მონური მორჩილების სანაცვლოდ ორგანიზაციაში მიღება, შემდეგ მათი წესების დაცვის მოტივით ტრადიციულ ქართულ ღირებულებებზე უარის თქმის იძულება, ჩვენს ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციის დაშვება და LGBT დღის წესრიგის თავზე მოხვევა საქართველოს ისეთივე მდგომარეობას უქადის, როგორიც ევროპის კონტინენტზე უკვე ნორმად იქცა. ამ ფონზე ქართული ოცნება საქართველოს მოსახლეობისთვის ჯიუტად აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ჩვენი ეროვნული მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. მის სათავეში არსებული ბიუროკრატები მალე შეიცვლებიან ევროპა ტრადიციულ ეროვნულ ღირებულებებს დაუბრუნდება, ჩვენგან უპირობო მორჩილებას აღარ მოითხოვენ, რაც ურთიერთობების გაუმჯობესებას, მხარეების პოზიციების კვლავ დაახლოებას და საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას განაპირობებს. მათი მტკიცების საწინააღმდეგოდ ყველაზე უკეთ ის ფაქტები მეტყველებს, რომლებსაც ევროპის კონტინენტზე ვაწყდებით. სწორედ ამიტომ მივმართავთ ქართულ ოცნებას, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული. გსურთ საქართველო დიპსტეითის უსიტყვო მორჩილების პირობებში, სუვერენიტეტის გარეშე, ისევე აგრძელებდეს არსებობას, როგორც მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოები. ისეთ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება, რომელიც ორგანიზაციის წევრობის სანაცვლოდ ვალდებულებებს იზიარებს და უფლებებს თმობს. გსურთ მომავალში ქართველი პოლიციელი საქართველოს შვილს დროშის ფრიალს უკრძალავდეს. თუ კი ეს თქვენთვისაც მიუღებელია, მაშინ დროულად განაცხადეთ უარი ევროკავშირისკენ სწრაფვის ოფიციალურად დეკლარირებულ პოზიციაზე. გაუმხილეთ ქართულ საზოგადოებას სიმართლე და იცავით ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი შვილების მომავალი. თუ კი უარს ამბობთ აღნიშნული ნაბიჯის გადადგმაზე, მაშინ ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველი ხალხის წინაშე გთავაზობთ დებატებს, რომლის შედეგადაც ჩვენი საზოგადოება თავად აწონ-დაწონის, ჩვენ მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს, შეაფასებს ფაქტებს და დასკვნებსაც გამოიტანს. ამავდროულად მივმართავთ კომპანია იმედს, თუ კი ხელისუფლება თანხმობას განაცხადებს აღნიშნული დებატების გამართვა და დაინტერესებული მხარეების პროცესში მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კონსტრუქციულ ოპონენტთან არგუმენტებით ვიკამათოთ და ქართველ ხალხს ევროკავშირის შესახებ ერთადერთი სიმართლე ვუჩვენოთ. კრიზისი ოპოზიციაში და ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიის თავმჯდომარეს არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავმჯდომარეობის პოსტი ნანუკა ჟორჟოლიანს შესთავაზა. თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პოლიტიკურ ჭორაობას არ აპირებს და მხოლოდ სააკაშვილის ციხიდან დაწერილი სტატუსებით ხელმძღვანელობს. პარალელურად დღის წესრიგში რჩება ალიანსი და ნაცმოძრაობის გასვლის საკითხი. სავარაუდოდ, ეს იყო ერთ-ერთი თემა, რომლის შესახებაც გვარამიას პარტიამ კახეთში დახურულ შიდა შეხვედრაზე იმსჯელა. ნაციონალური მოძრაობით თუ მის გარეშე ოპოზიციის ალიანსის პოლიტიკურ კრახში დარწმუნებულია სახელმწიფო გუნდი, რაც შეეხება კონკრეტულად ნაცმოძრაობას. ქართულ ოცნებაში აღნიშნავი, რომ პარტიაში ნანუკა ჟორჟოლიანის შესვლა ნაციონალური მოძრაობის შიდა პარტიულ კრიზისზე მიუთითებს. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტიაში უნდა მივიდეს მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც თავმჯდომარეობა შესთავაზა და ჟორჟოლიანი თავის გუნდთან ერთად ეს ოღონდ პრეზიდენტ სააკაშვილს თავად არ დაუწერია. თქვენ არ გჯერათ, რომ ნანუკას ამიტომ თავმჯდომარეობა ინგა კიდევ ერთხელ მე რომ პოლიტიკური ჭორაობა არასდროს ჩემი სფერო და ინტერესი არის. ხო, მაგრამ მან არ ჭორაობ ჩემს ეთერში მოვისმინეთ ნანუკასგან. მე კი წავიკითხე ის საჯარო პოსტი, რომელიც პრეზიდენტმა მოაქვეყნა და ვფიქრობ, რომ ყველაზე მართებული იქნება, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ვიხელმძღვანელოთ სწორედ იმ საჯარო პოზიციით, რომელიც პრეზიდენტმა გამოაქვეყნა. არავინ არ ეტყუება, მათი ფრაზები არ გამოურიცხავს იმას, რომ საბოლოო ჯამში რასაც გეუბნებით ეგ არის, ანუ დელეგატები ირჩევენ თავმჯდომარეს, მანამდე შეიძლება მიმდინარეობდეს კონსულტაციები და განხილვა იმის თუ ვინ შეიძლება იყოს თავმჯდომარე და როცა საუბრობთ ჩვენ ვინ იქნება თავმჯდომარე, ამის კითხაობას არ აქვს ამ ეტაპზე ჯერ კანდიდატურებიც არ არის ოფიციალურად ცნობილი. წარმოვიდგინოთ რამზე მდგომარეობაშია ნაციონალური მოძრაობის უკანდგომი გლობალური ომის პარტია, რომ სხვა ვერავინ დასაყრდენი და ამ ქვეყნის მოხალატე ვერ იპოვა, რომელსაც შეიძლება ფსონი დადოს და შესაბამისად სადოს გარემართულობა დაამყაროს ქვეყანაში. ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანამდე არის დასული მათი მდგომარეობა. დანარჩენ რა თქმა უნდა წარმატებას არავითარ შემთხვევაში არ უსურვებთ მათ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს, ნანუკები იქნებიან თუ ბოკუჩავები მათ რიგებში. მე უფრო ის მაინტერესებს ახლა ეს ბოკუჩავას თემა. ეს მართლა თავმჯდომარეა თუ სააკაშვილმა გადააყენა და ნანული რო არის ახალი სახე ყავთ. დასასვენებლად არ ჯერ არ ცალია. შემოწვა ხანში პოლიტიკაში. ის ამბობს რომ ნანულა ამბობს რომ დიახ მე შემოთავაზესო.
გოგო ჩავამბობს, რომ არ მჯერა ამ თემისა. აი ეგ ჩამოყალიბდებიან და ამის შემდეგ უფრო ღიად მოგვეცემა საშუალება ჩვენ ვისაუბროთ. ანუკა ჟორჟოლიანი რომ იქნება მაშველი რგოლი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ რეგრესი და სტაგნაცია აქვს პარტიას ზოგადად და ამ პარტიას განვითარება არ ექნება აღარასოდეს და ამაზე ვსაუბრობ ზუსტად ახლა ამათი დაპირისპირებაც შესაბამისად ლოგიკურია. ხომ ახლა თინა ბოკუჩავა იქნება თუ ანუკა ჟორჟოლიანი ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. უბრალოდ აქვთ კრიზისი კი არა, რა ვიცი, დაშლილი აქვს თავიდან ბოლომდე პარტია ერთ სააკაშვილის სახელია, მხოლოდ დარჩენილი ალიანსი და ნაციონალური მოძრაობის გზები კი არა, საერთოდ ალიანსი არის დაშლილი. ნაციონალური მოძრაობით იქნება თუ არ იქნება, ალიანსს არ აქვს მომავალი ზოგადად. სიცრუე და ქვეყნის ეკონომიკური მიღწევების დაკნინების მცდელობას აფასებს მმართველი გუნდი ლელოს ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, თითქოს საქართველოს ყველაზე ღარიბი ქვეყანა ევროკავშირის წევრი და კანდიდატ სახელმწიფოებში შორის. ეს კი ინფოზე, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური პარამეტრებით ევროკავშირის რამდენიმე და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს. ოფიციალური ანგარიშის მიხედვით ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 100 ნაწილდება. საქართველოს $11,570, მოლდოვა $9,350, უკრაინა $6,980. ქართული ოცნების წარმომადგენლების შეფასებით, მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს წარმატებას ეხება, ოპოზიცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის კვლევებს უგურებელყოფს და პოლიტიკურ სპეკულაციებს მიმართავს. ყველაზე ღარიბი ქვეყანაა დღეს ევროკავშირის წევრი და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს არის ყველაზე ღატაკი ქვეყანა. ესე არის სტატისტიკაში. სალომე ჩამორჩი ეთყობა არ გეცალა პოლიტიკისთვის და უყურე კანდიდატ სახელმწიფოებს შორის რაც ჩამოთვალე საქართველოს GDP ერთ სულ მოსახლეზე $10,000-ზე მაღლა აქვს. სავალუტო ფონდის სტატისტიკაა ეს. უკრაინას გაცილებით ნაკლები აქვს დაახლოებით $6,000-7,000 ფარგლებში, თუ აქვს. მოლდავეთს კიდევ უფრო ნაკლები. ასე რომ ეხლა თავიდან წაიკითხე ეს ყველაფერი და თავიდან სადე რაღაც სერიოზული განცხადება გააკეთო. მცდელობა ქონდა და მცდელობა აქვს რომ გააშალონ ჩვენი ქვეყანა, დააკნინონ ჩვენი ქვეყანა. ის მიღწევები რაც საქართველოს აქვს. მათი ძლიერი მხარე ციფრები და სტატისტიკა ნამდვილად არ არის. ერთი არის ფაქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს წინ უსწრებს ეკონომიკური მაჩვენებლების დისკუტით იქნება თუ მთლიანი შიდა პროდუქტი თუ ერთ სულ მოსახლეზე ამ პროდუქტის განაწილებით, ყველა ქვეყანას, კანდიდატ ქვეყანას იქნება ეს მოლდოვა თუ უკრაინა და ამავდროულად კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კოლექტიური მოძრაობისთვის არსებობს პარალელური სამყარო, სადაც აღქმებით ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური ქულების დაწერას. სამადაშვილის მიერ დეзинფორმაციის გავრცელებაც არ არის პირველი და ალბათ უკანასკნელი მოვლენა ჩვენს რეალობაში. სინამდვილეში ღირებულებითი სიღარიბე გააჩნია ამ ადამიანს, რაც შეეხება იმ ეკონომიკურ წარმატებას, რაც აქვს ჩვენს საზოგადოებას. ეს არის თვალნათლივ დანახული უმთავრესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ უპრეცედენტო ზრდა ეკონომიკისა არათუ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპის კონტინენტზე. საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს, რომლებიც კორუფციულ სქემაში მონაწილეობის ბრალდებით არიან დაკავებულები, ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. მხილებული 8 პირიდან 6 ადგილზე, ხოლო 2 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა. მათ შორის არიან საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძეც. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის თაღლითური სქემა სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოაშკარავა. ირკვევა, რომ საქართველოს რკინიგზიდან მითვისებულია $17 მილიონზე მეტი. დაკავებულების ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გახლავთ შპს ჯადექსას დირექტორი ალექსანდრე ტორიაშვილი, მას წარუდგინეს ბრალი, ის იყენებს დუმილის უფლებას, პირდაპირ გეტყვით რომ ბრალს არ აღიარებს. შესაბამისად, დანარჩენი დეტალების შესახებ ვერ მოგაწვით ინფორმაციას, ვინაიდან გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს დაწერილი. ბრალი წარედგინა 3 მუხლით, 180-194-210 მუხლები, რაც ერთი არის თაღლითობა, მეორე ფულის გათეთრება, მესამე ყალბის ანგარიშტორებო ბარათის გამოყენება. არ აღიარებს, რა თქმა უნდა, დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენ გავეცნობით 40 ტომზე მეტია ჩაწერილი დისკებზე გადმოგწეს და ამის შემდეგ უფრო მეტი საშუალება გვექნება დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. დავისწარით ბრალის წარდგენის პროცედურას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, ამ ეტაპზე იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. თუმცა
ძალიან დიდი მოცულობის საქმე არის, ფაქტიურად 50 ტომი არის თითქმის, შესაბამისად დეტალურად გაცნობა ვერ მოვასწარით, თუმცა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, რა თქმა უნდა, გვექნება ბრალთან მიმართებით ჩვენი პოზიცია. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფ წაუყენეს ბრალი, ამ ეტაპზე გამოვიყენეთ დუმილის უფლება, გადმოგვეცა საქმის მასალები, აუცილებლად მივცემ ჩვენებას გამოძიებას, მას შემდეგ რაც გავიცნობთ საქმის მასალებს, შევაჯერებთ ფაქტობრივ გარემოებებს და ამის იგივე აუცილებლად ისე არ დამსრულდება გამოძიება გიორგი მარუქაშვილის პოზიცია აუცილებლად იქნება საქმეში. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად უნდა უზრუნველეყო საქართველოს რკინიგზის კუთვნილი ლითონის ჯართის შეგროვება, ტრანსპორტირება და დახარისხება. შემდგომში რეალიზაციის მიზნით ისე, რომ ვერ მომხდარიყო მისი ზუსტი ოდენობის დადგენა. დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის სხვადასხვა ტერიტორიიდან სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვილი ჯართის ნაწილის დასაწყობების ნაცვლად სატვირთო ავტომობილებით გატანა და შპს ჯეოსტილის საწარმოში ჩაბარება. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მზადდებოდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები. დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით 2020-21 წლებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს რკინიგზის კუთვნილ 22,120 ტონა ლითონის ჯართს დაეუფლნენ, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ რეალიზდა შპს ჯეოსტილზე, ხოლო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აკუმულირდებოდა სქემაში ჩართული მეწარმე სუბიექტების საბანკო ანგარიშებზე. სამართალდამცველებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს. კიდე 9 პირს ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტს. გამოძიების ინფორმაციით სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები ფინანსური დავების მოსაგვარებლად აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმუზარ მამედოვი მონაწილეობდა. ასევე დგინდება, რომ ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტი ელმუზარ მამედოვი უკავშირდებოდა საქართველოში მასთან კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც როგორც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ისე კრიმინალური ავტორიტეტის სასარგებლოდ ეგრეთ წოდებული ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს გარკვეულ ვადებში კუთვნილი ბიზნესებიდან დიდი ოდენობით თანხის გადახდას აკისრებდნენ. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Večno brat kulana kela maraqlamadım. Cavone eşittim. Çinlerse da bile sen dediğin meseletten. Bırak bilmesem kentiyeti çolsun da. Nedirler danışmaylar, korkullar, elbette hükümetten zıt. Siyaza çıktım seninle. Uşağın başını yiyeceğim. Allah onun naglat billesin. Gel, razılığa gel. İşte, ama yere getirip mağlup tezgahından kalkıyor. Bırak, ne oldu? Bu da davet edelim. Belediyelerden biraz sürgünüm tuttu. İyisensiniz. Böyle ben de onlar. ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირი ფინანსური დავების მოსაგვარებლად აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი მონაწილეობდა. ასევე დგინდება, რომ ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი უკავშირდებოდა საქართველოში მასთან კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც როგორც პირადი სარგებლობის მიღების მიზნით, ისე კრიმინალური ავტორიტეტის სასარგებლოდ ეგრეთ წოდებული ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს გარკვეულ ვადებში კუთვნილი ბიზნესიდან დიდი ოდენობით თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული შრეკის შედეგად მითკიცება დამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდებოდნენ. პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლის შრეკისას ასევე მითკიცება დამოიღო სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული ქურდულ საერთოსთვის შეგროვებული $62,000-ზე მეტი თანხა, ბრალდებულების კუთვნილი ავტომანქანები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები. პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია შეხვდა. აუდიენციაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ჩინეთის მჭიდრო თანამშრომლობაზე, ისე კიდევ ერთი დადასტურებაც ურთიერთობების ყომლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანა. საუბარი შეეხო თანამშრომლობას ეთნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით გამოსვლების ურთიერთგაზიარებისთვის. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას და ამ მიმართულებით მოქმედ 10 წლიან
სტრატეგიას, რომელიც თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების დინამიკასა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს. ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნულ კომისიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. აღინიშნა, რომ საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრია და აქტიურად ჩაერთვება მის საქმიანობაში. შალვა პაპუაშვილმა იუნისეფის ახალ წარმომადგენელს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა გააცნო. იზაბელა კასტრო-ჯოვანიმ ბავშვის უფლებათა კოდექსის შემუშავების პროცესში საქართველოსა და იუნისეფს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საპროგრამო დოკუმენტის მიხედვით ბავშვის უფლებები განათლება, ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა საქართველოს განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებია და გამოხატა კონკრეტულ ინიციატივებზე პარლამენტთან მუშაობის მზაობა. სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში სერბეთის პირველ ლედის თამარა ვუჩიჩს საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს. პირველი ლედები კახეთს ეწვივნენ, სადაც სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს. თამარ ბაგრატიონმა სერბ კოლეგას რეგიონის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, უნიკალური ეთნოგრაფიული საგანძური და ქართული ხელოვნების ნიმუშები გააცნო. სერბეთის პირველმა ლედიმ თამარ ბაგრატიონთან ერთად ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერიც მოინახულა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სულიერ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. აღინიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ კულტურულ და სულიერ კავშირებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილეს საერთოდ სამეგრელოს რეგიონში სამინისტრო სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა. სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. მინისტრი ასევე იმყოფებოდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდთან, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ და მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავენ. მან ასევე ყურადღება სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ უძღვება კვლავაც აქტიურად განაგრძობს პოლიციელებისთვის როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, დაკავებულია 2 პირი. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის მეტადონი და ალფა-პვბ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში ცვლილებები შედის. წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562 ლარის ნაცვლად 1000 ლარი გახდება. ასევე ამოქმედდება ახალი პროგრამა სახელწოდებით ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან ის ახალგაზრდა მკვლევარები, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა და ინოვაციური იდეების შემუშავებაზე იმუშავებენ. სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 1280-მა სოციალურად დაუცველმა 500-ზე მეტმა მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა და 50-მდე შშმ სტუდენტმა მიიღო დაფინანსება. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1280-მა სოციალურად დაუცველმა 500-მა სტუდენტმა მრავალშვილიანი ოჯახიდან და 50-მდე შშმ სტუდენტმა მიიღო დაფინანსება. ჩვენ ასევე გავცემთ სტიპენდიის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის, რომელიც ამ ეტაპზე უნიკალურია, შესაბამისად მივესალმებით აღნიშნული მიმართულებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის აფასურის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია გაიზრდება და სემესტრულად თქვენ იცით რომ იყო 562 ლარი, ნაცვლად 562 ლარისა იქნება 1000 ლარი, რაც ვფიქრობ კიდევ უფრო აამაღლებს სტუდენტების მოტივაციას.
დედაქალაქის მერი A კატეგორიის ტაქსის უადო ნებართვის მფლობელებს მიმართავს და მოუწოდებს დავალიანება დროულად დაფარონ. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე აღნიშნა, თუ დავალიანება დროულად არ დაიფარება, აღნიშნული ლიცენზიის მფლობელებს ნებართვა გაუქმდებათ, რაც აღდგენას აღარ დაექვემდებარება. საუბარია პირებზე, რომელთაც A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის გაცემის ფასი 2025 წლის ოქტომბრიდან დღემდე არ გადაიხადეს და კვლავ აგრძელებენ პირობების დარღვევას. A კატეგორიის ტაქსის უადო ნებართვების მფლობელები ჯარიმებისგან გავათავისუფლეთ. რამდენიმე მთავრობის ცნობის წინ მე ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მივეცით შესაძლებლობა ამ ადამიანებს, რომლებიც ჯარიმდებოდნენ, რომ დაეწყოთ A კატეგორიის საფასურის გადახდა, ის ჯარიმები რაც ჰქონდათ ყველაფერი ჩამოვაწერეთ და მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, 1000-ზე მეტი ნებართვის მფლობელის მიერ კვლავ გრძელდება სანებართვო პირობების უგულებელყოფა. ისინი კვლავ არ იხდიან ნებართვის გაცემის საფასურს და წინა თვეების დაგროვილ დავალიანებასთან ერთად ყოველდღიურად ემატებათ შესაბამისი ოდენობის თანხა. მე მინდა კიდევ ერთხელ მოუწოდო აღნიშნული ლიცენზიის მფლობელებს, ვინც არ იხდის მოსაკრებელს, რომ მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უკვე მოგვიწევს ამ ნებართვების გაუქმება. თბილისის მერის ინიციატივით წყნეთის გზატკეცილზე მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი აშენდება. მულტიფუნქციურ ცენტრში მოეწყობა როგორც ღია, ისე დახურული ტიპის აუზი, ასევე მოეწყობა დახურული საფეხბურთო მოედანი, ფიტნეს დარბაზი და პადელის კორტები. ობიექტს ექნება საპარკინგო სივრცე და ტერიტორია კაფესთვის. პროექტის შესყიდვის მიზნით თბილისის მერია შესაბამის კონკურსს აცხადებს, წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და 17 ივლისამდე დასრულდება. გათვალისწინებული არის საცურაო აუზი ზომით 50-25-ზე, რომელიც იქნება როგორც ღია, ასევე დახურული. ჩვენ ამ ტიპის პროექტი ჯერ არ გაგვიკეთებია, ეს იქნება პირველი ღია საცურაო აუზი, რომელსაც ექნება ასევე დახურვის საშუალება. გარდა ამისა, დახურული ტიპის აუზი გვექნება შედარებით პატარა, მცირე ზომის. ასევე გვექნება დახურული 7-7-ზე ზომის საფეხბურთო მოედანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ფიტნეს დარბაზი, პადელის კორტები არის გათვალისწინებული. ობიექტს ასევე ექნება საპარკინგო სივრცე და ტერიტორია კაფესთვის. ასე ყო ბოლო ინფორმაცია პირველზე ერთმანეთს ზუსტად 4-ზე შევხვდებით დროებით.